ერთ-ერთი ყველაზე არასწორი მიდგომა ბავშვთა ფეხბურთში გახლავთ შედეგზე ორიენტაცია და გულისხმობ რას. როდესაც გადიან ფეხბურთელები მინდორზე, იმას აქში განსაკუთრებით, როცა გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მხიარულების ფაზა, რაღაცნაირად მთლიანად გარემო ეს იქნება მწვრთნელი დაწყებული თუ მშობლები დამთავრებული, ბავშვებს ვამყოფებ წნეხის ქვეშ, რომ მაინც და მაინც ეს თამაში უნდა მოიგონ. რეალურად ვიღებთ რას? ვიღებთ შედეგზე ორიენტირებულ თამაშს და არა ინდივიდუალურ განვითარებას. ამიტომ არის რომ რამდენიმე წამყვან ქვეყანაში საერთოდ ცხრილები ბავშვთა ფეხბურთში ამოღებულია, რომ ისინი უბრალოდ მიდიან და სიამოვნებას იღებენ თამაშისგან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოთამაშე არ უნდა გავიდეს მინდორზე, თუნდაც 7, 8, 9 წლის ასაკში მოსაგებად, თუმცა საბოლოო ჯამში იღებენ მხოლოდ და მხოლოდ სტრესს, იქიდან რომ დღეს 5-0 წააგეს და ამით საჩამოიქცა. დააგდოს ბურთი, გაიხსნას, უფრო მეტი გააკეთოს ვიდრე იმ ასაკში შეიძლება გააკეთოს, ან კონდეს შესაძლებლობა რომ უბრალოდ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მინდორზე, მხოლოდ და მხოლოდ რასაც შეიძენს ამ მოცემულობიდან ბავშვი ეს არის სტრესი. და ბოლოს გამოდის რომ ამ ბავშვებისთვის ყველაფერი იზომება შედეგებით და არა იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც იქნება განვითარების რაღაც ეტაპამდე, სადაც გადავლენ უკვე შედეგებზე, თუნდაც ჭაბუკობის ჟამს. ასე რომ, ამყოფებთ ბავშვებს წნეხის ქვეშ, აცადეთ რომ გაერთონ და სიამოვნება მიიღონ სპორტის ამსახეობით.